მოგესალმებით. დღეს ორშაბათია და ყოველ ორშაბათს საღამოს 6 საათზე გადის ფსიქოლოგი ლიკა ბებურიძის საავტორო გადაცემა სიყვარულის მატარებლები. ამ სიყვარულისთვის, რომელიც ასე და ამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, რომ იმ ადამიანებთან, ვისთანაც ურთიერთობთ, მეორე მხარეც იყოს სიყვარულით გამთბარი, გაჯერებული და რა მაგარი და სასიამოვნო იქნებოდა, როგორ დაატკბებოდა ჩვენი ულამაზესი ქვეყანა საქართველო და მსოფლიო, რომელიც სავსეა ჩვენი უსაყვარლესი მოქალაქეებით და იმიგრაციაში წასული ადამიანებით. თუმცა ძალიან ბევრი ადამიანია ასევე სწავლისთვის, ზრდისთვის, პიროვნულისთვის, განათლების სხვა დონეზე მიღებისთვის, იმისათვის, რომ ჩვენ სამშობლოს თავის საკუთარ ქვეყანას გამოადგეს და იმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრი ადამიანია ასეთი, რომელიც უკან დაბრუნდება თავისი გამოცდილებით. ზუსტად დღევანდელი თემა შევარჩიე მე კერძო ფსიქოლოგმა, სოციოლოგმა, მკვლევარმა, დამოუკიდებელმა ექსპერტმა, ბავშვთა უფლებათა დამცველმა, მრავალი პროექტების ავტორმა, რამოდენიმე ასეული დიდი კულტურული საგანმანათლებლო, საჯანმრთელო, სპორტიული თუ კვებითი ღონისძიებების ავტორმა და ადამიანმა, ვისაც ძალიან ბევრი სოციოლოგიური კვლევა მაქვს. როგორც საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ასევე სხვადასხვა სიტუაციაში ეს არის ჩვენთვის მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის, ჩემთვის პირადად ეს ქრისტიანების ქვეყანაა, მაგრამ ყველას თავისი კონფესიიდან გამომდინარე, ყველას აქვს თავისი უფლება, რა თქმა უნდა, და თავისი მრწამსი. როდესაც აი ეს მრწამსი, როდესაც ეს საკუთარი ნება, როდესაც ნებისმიერი ადამიანის, ანუ უმრავლესობაზე საუბრობ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ირღვევა ხოლმე ძალიან ძნელია მაშინ თავად ადამიანის მდგომარეობა და ყოფა. ხშირ შემთხვევაში ძალიან ძიმედ ირღვევა ხოლმე და ირღვევა, აგერ მრავალი кейსი მაქვს მე 16 წლიანი გამოცდილებით და ვაკვირდებით ჩვენ მე თავად როგორც კავკასიონის სინერგიის პრეზიდენტი ვაკვირდები ახალგაზრდებს, ბავშვებს, როგორც საბავშვო ბაღში, ასევე სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში, სხვადასხვა დროს მომხდარი ჩვენ საკუთარი ადამიანური შემთხვევების გამო ახლობლების მოსანახულებლად მისული ბავშვებისთვის თუ სტუდენტებისთვის მისალოცი თუ ასე შემდეგ ისტორიების მომსმენი დღეს ვისაუბრებ ყველასთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემაზე ზუსტად აქედან გამომდინარე ეს გახლავთ დეპრესია. რა არის ეს დეპრესია? რატომ არის ჩვენს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, მსოფლიოში სხვადასხვა, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ძალიან ესეთი ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ. სულ გვაქვს უფლის, რა თქმა უნდა, ყოველდღილა, ყოველ დღე მადლიერების, უმეტესობა ადამიანებზე ვსაუბრობ პიროვნებებზე, ვინცაც სულ გვინდა, რომ მოვეფეროთ ადამიანებს, რომ გავაკეთოთ ისეთი კარგი და სასიამოვნო და სარგო, რომ საჩუქარი იყოს ეს ამ ადამიანებისთვის. ეს არის ნაცნობი თუ ეს არის უცნობი, ეს ხდება ქუჩაში ადამიანი თუ ეს არის საზოგადოების წესრიგის დამცველი თუ სხვადასხვა კვებით ობიექტებზე, ჯანდაცვის ადგილებზე, როგორ გვიღებენ, როდესაც განსაცდელები გვაქვს, როგორი სერვისი აქვთ მათ, ადამიანური ღირებულებები სად არის, რატომ არის ამდენი ნაწყენი გული და რატომ არის ამდენი უცნაური ადამიანი ზუსტად აი ამაზე ეს არის ასახული ყოველ ჩვენთაგანზე როგორ მოგვექცევიან რა პიროვნული თვისებები აქვთ როგორი პირადი მე აქვთ როგორი სელფი აქვთ და რატომ არიან ასე გაბრაზებულები ყველაზე და ყველაფერზე რატომ ხდება ხოლმე და ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე ზუსტად და
ამიტომაც გვაქვს ამდენი დეპრესიული ადამიანი და მძიმე დეპრესიით, მძიმე სოციალური, ფსიქოლოგიური მძიმე აშლილობით, იმიტომ რომ მოლოდინები, რისთვისაც აქვთ ხოლმე, მიჩვეულები, რისთვისაც საზოგადოებას პერსონებს ინდივიდუალურად თუ ასე შემდეგ, ხო, ეს ვერ იღებენ ამის შედეგებს. იმიტომ რომ სუბიექტური და ობიექტური მე არის და ამიტომ როგორი მე ვარ მე თავად ჩვენ თვითონ მე მინდა დღეს თქვენ გთხოვოთ სხვანაირად დახედოთ თქვენ თავად როგორი ადამიანი ხართ რა ასხედავთ თქვენში ისეც რაც გინდათ რომ სხვამ გაგიკეთოთ ჩვენ ხომ ისე უნდა მოვიქცეთ რაც გაგვიხარდება რომ სხვისგან გაკეთებული სხვისგან ჩვენს მიმართ დამოკიდებულება სხვისგან გამთბარი გული ხო მოლოდინები გვაქვს სულ ჩვენ თავად რა რესურსს ვფლობთ აი ჩვენ როგორ ვახერხებთ აი ამას მინდა დააკვირდეთ ყოველი თქვენთაგანი როგორც მაყურებელი ასე მსმენელი დეპრესია ყველაზე მთავარი მიზეზი დეპრესიის გახლავთ ოჯახი ადამიანები ვინც გადაწყვიტეს რომ რაღაც ნაბიჯი გადადგან მაგრამ ეს იყო ერთი ნაწილი აჩქარება ერთი ნაწილი ვნება რაღაცა წილი სითბო და სიყვარული რაღაც მიჩვევა და მონატრება და მთლიანობაში ამას უკვე ქვია გადაწყვეტილების მიღებიდან გამომდინარე ხშირ შემთხვევაში ოჯახი იქმნება აი ასე ძალიან ხშირად იქმნება სულსწრაფობით ანუ პროგრამის გარეშე გააზრების გარეშე დღევანდელი კვერცხის უპირატესობა ეს ძალიან საზიანოა ყოველთვის საზიანო იყო და ყოველთვის საზიანო იქნება რა დონემდეა ჩვენი მოთმენა დათმენა შეგნება თვითახკმა ადამიანებთან ურთიერთობის შუალედში დათმენა და მოგვარება ამა თუ იმ პრობლემის და აი ამ ტკივილის რომელიც ძალიან ხშირად ხოლმე გამოიკვეთება ხოლმე უკვე ის პერიოდი რომ გაივლის სულ ცოტა ის პერიოდი რომ არ აღმოჩნდა მისი პარტნიორი ადამიანი მოწოდების სიმაღლეზე ვიღაცა თანაცხოვრების ვიღაცა ბევრი არებით ვიღაცა უბრალოდ სახლიდან ერთ უკიდურესობას გამოექცა სახლში არსებულ ძალადობას სახლში არსებულ დისკომფორტს აკრძალვებს და ამიტომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა გვყავხართ ჩვენს პატარა ქვეყანას რომელიც არის გულნატკენი გული როდესაც არის ცივი გული როდესაც არის სადღაც ჩაკარგული და წინ ამოტანილი არის ძალიან ბევრი ბრაზი ძალიან ბევრი უკმაყოფილობა არ არსებობს მიმღეობა არ არსებობს ემპათია არ არსებობს ადამიანისადმი ნდობა უკვე რადგან როდესაც ესა თუ ის ადამიანი კრიზისის პერიოდშია ამ შემთხვევაში ნაკლებად ფიქრობდნენ ახლა უფრო უკეთესადაა მდგომარეობა რადგან ფსიქოლოგის სერვისი ფსიქიატრის სერვისი ნებისმიერი სპეციალისტის სერვისი უფრო ადვილი და ხელმისაწვდომი გახდა იმიტომ რომ მეტი ინფორმატიულობა და სულ რაღაც 20-25 წლის წინ ნუ აღარ ვლაპარაკობ წინა წლებზე ხო საერთოდ მიუღებელი იყო და როგორც ჯორჯ მიდი საუბრობს ამაზე თვითშეგნების დონე, თვითშეგნების ნიშნები არის მოდის ყოველთვის ადრეული ბავშვობიდან. აი ამ ადრეულ ბავშვობაში დანაგვიანებული და ნატკენი მშობლებისგან მიღებული გადაწყვეტილებით ხშირ შემთხვევაში ვნებაზე აგებული ოჯახის ხშირ შემთხვევაში ვინმეზე გაბრაზებული ადამიანებისგან მიღებული უამრავი გადაწყვეტილება გვაქვს,
რომელიც ოჯახით არის დამთავრებული, ძალიან ნატკენი და გულნატკენი ადამიანები, როდესაც არ ესმით მშობლებს, არ უსმენენ, არ სცალიათ, აი ზუსტად ჯორჯ მიდი ზუსტად მაგაზე საუბრობს, რომ ადრეული ბავშვობიდან წამოსული ეს ტკივილებია. პირველივე წამიდან, როდესაც კი შეიქმნა ორი ადამიანის ურთიერთობა, რომელსაც ჯერ არც ქვია ოჯახი, მიუხედავად იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში ძალიან დიდი ქორწილებით, ძალიან დიდი მოგზაურობებით, ძალიან დიდი მიმღეობით, ყველანაირად ცდილობს ოჯახი, ახალი შემოსული ადამიანი მათ სახლში, რომ მათ ყველაფერი საუკეთესო მიართვან, ყველაფერი საუკეთესო შეუქმნან, დღესასწაული დედოფალი, იმიტომაც ქვია, ხო? დღესასწაული შეუქმნან, აი ამ მისთვის ახალი ფურცელი, ახალი კიბე, ახალი ადგილი, ეს არის ოჯახი, სადაც დიდი სიყვარულით მიტანილი ძალიან ბევრი ადამიანის გული არის და მოლოდინები, როდესაც სულ ცოტა ხანში რჩება ეს ადამიანები, ოჯახის წევრები, ვინც საოცარი სითბოთი და სიყვარულით ფიქრობენ თავიანთი თავიდანვე გამომდინარე, რომ თუ თავად რაღაც შეცდომა მოვიდათ, უნდათ რომ უკეთესად გააკეთონ, რომ აი მას ყველაფერი კონდეთ და ასე შემდეგ, თუმცა მოლოდინები ცრულდება ხოლმე და არ ვიცით ადამიანი, რომელმაც გადაწყვეტა ოჯახი შექმნა, სულ სწრაფობით არის თუ სხვადასხვა უამრავი ჩამოთვლილი მიზეზით რა ზრახვა აქვს მასთან ჩადებული, როგორი თვითშეგნება აქვს მას, რო უყვარს თუ არა ადამიანები, რა იარლიყი აქვს ამ ადამიანებს, რას არქმევს ამ ადამიანებს და თulis თუ არა იმათ, რომ ოჯახში შესული ესა თუ ის ადამიანი ყველა წევრი არის მეგობარი და ისევე როგორც ასე ფიციდება ხოლმე ხინში თუ ჭირში, სიცოცხლის ბოლომდე ერთად, ასე ვთქვათ, ხო? საოცარი სიტყვის ძალა, რომელსაც ზრახვაც თუ თანხვედრია, საოცარი შედეგი აქვს, მაგრამ როცა არც სიტყვის ძალას არ აქვს და დუმილია, როცა არც თავად ზრახვაც არის უცნაური, მაგ შემთხვევაში ისედაც ადრეულ ასაკში გულნატკენი ადამიანები საშინელ შედეგს ტოვებენ ხოლმე ამა თუ იმ ურთიერთობაში, რადგან კონფლიქტებით არასოდეს არაფერი არ გვარდება. თუმცა, როცა ადამიანები როგორც სკოლაში, საბავშვო ბაღში თუ ასე შემდეგ, ყველგან აბსოლუტურად არ აქვთ კეთილი ნება, არ აქვთ კეთილი ზრახვა, არ არიან განწყობილი მეგობრებად, არ არიან განწყობილი ახლობლებად და ზუსტად ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ძალიან მალე წყდება ხოლმე კავშირი. ჯერ ერთთან, ორთან და ასე შემდეგ. მე საერთოდ ნათესავებთან, ახლობლებთან და ადამიანი, რომელიც არის მარტოსული, მარტომიჩვეული და თავის ძალაზე იკრებს ხოლმე გარშემო იმ მის თვისებებს, მის ბუნებრივ თვისებებს, მის ამ მიღებულ არსებულ სიტუაციაში გარემოებებს და ხდება უკვე განკარგვა ხოლმე, როგორც თავისი მეუღლის ერთი მხარეა თუ მეორე მხარე, ასევე თავისი აი ამ ხასიათების მაქსიმალურად სწრაფად გამოვლინება და მაქსიმალურად სწრაფად დაწყება უგულებელსყოფის. უგულებელსყოფა არის ერთ-ერთი ყველაზე იმ ძალადობათაგან ერთ-ერთი ყველაზე ვერაგი და საოცარი მტკივნეული ზუსტად ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც გრძნობს ადამიანი მეორე ადამიანისგან მარტო სიტყვიერად კი არა და ისედაც ვერბალურად კი არა, არამედ ყველაფერი მისი თვალების, მისი ზიზღის ფონი მეორე ადამიანის თუ ასე შემდეგ, ისედაც უცნაურ მდგომარეობაში მყოფ ოჯახს, რომელიც გაურკვეველ სიტუაციაში არ იცის ომი დაიწყო ოჯახის წევრებმა თუ არა და არ იციან სხვანაირად როგორი ფორმით შეძლონ აი ეს ყველა შემოტევაზე პასუხის გაცემა. დეპრესია როდესაც ადამიანს აქვს შიგნით ჩადებული
მზისხთან ერთად, უპატივისცემლობასთან ერთად, დაბალ თვითშებასებასთან ერთად, ან პირიქით, მაღალ თვითშეფასებასთან ერთად, თვითშეგნებასთან ერთად, ზრდილობასთან ერთად დაყავიდა იბატონე თუ არის მისი მთავარი მიზანი და მე არის მისი მთავარი მიზანი ხოლმე ამ ადამიანების ეს უფრო მეტად ახშირებს, ამწვავებს და მრავლდება და დიდდება რიცხვი და ადამიანების დანგრეული ადამიანები, დაავადებული ადამიანები და იმ ოჯახში აღზრდილიც, უკვე გაზრდილიც იმ სფეროში, იმ ტკივილში, მუდმივ ურთიერთობების დანგრევაში, თუ ასე შემდეგ, მუდმივ ესეთ ძალადობის ყურებაშიც, რა თქმა უნდა, გულგრილი ეზრდება, იქ პატარა ადამიანებიც ვინც ჩდებიან და იზრდებიან და სიყვარული, როდესაც არ ახლავს ურთიერთობას, ახლობლობას, ოჯახის წევრებს, ნათესავებს, ის ოჯახი უკვე დანგრეული, ამ ოჯახის დანგრევაზე, ამ ოჯახის დაცემაზე, დაავადებაზე ადვილი აღარაფერი აღარ არის ხოლმე და ნელა-ნელა იკარგება ოჯახი. მე ამას იმიტომ უყვები, რომ თუ კი ჩვენ თავიდანვე არ ჩამოვაყალიბეთ, თავიდანვე არ დავარქვით სახელი მე პიროვნებას, თავიდანვე არ დავდექით კარგად და დავარქვით სახელი მდგომარეობას, რა მდგომარეობაში ჩვენ ვართ, ანუ მე კონცეფცია, თავად selfie, თუ არ გამოვიტანეთ და თუ ჩვენი პიროვნული თვისებები კი არ შევაჩერეთ, კი არ დავიმალეთ, კი არ დავიფარეთ ზემოდან რაღაც რომ ვერ ვხედავ ეს პრინციპი კი არ დავიწყეთ, ვერაფერს ვერ ვხედავ, ვერაფერს ვერ ვამჩნევ, ესე კი არ დავიწყეთ, არამედ პირიქით და იწყება უკვე ურთულესი ჭიდილი საკუთარი თავის და არა გადარჩენის ადამიანების, არამედ ბრძოლის იმისათვის, რომ ადამიანი განვითარდეს, მოერიდოს, გაეცალოს და უარეს გაურკვეველ მდგომარეობაში არ ჩავარდეს. დღეს როგორც არასდროს, ამიტომ და მრავალი მიზეზის გამო ყავს ძალიან ბევრი სიყვარულის გარეშე მყოფი მცხოვრები, ამას ქვია ცხოვრება, მოღვაწეც შეიძლება მუშაობდეს, შეიძლება სწავლობდეს და ასე შემდეგ ან დინებას მისდევდეს, თუმცა მორჩილებაში, როდესაც არის ადამიანი და მოსწონს ის, რაც ყველაზე საშინელია, საშინელება ადამიანებს, თავადაც უკვე იმ ნელა-ნელა ასაკის ზრდასთან ერთად საკუთარ თავთან ეწყება კონფლიქტი, იმიტომ რომ მინდა და უნდა არეული აქვს, მისი თვითშეფასება არის ისეთი, როგორიც არის, არ ფიქრობს იმას, რომ პირიქით სიყვარული ყველაფერს აშენებს და ბოროტება და სიძულველი ყველაფერს აანგრევს და აცამტვერებს და ამიტომ არჩევანი თავისივენებით გაკეთებული ნებისმიერ ადამიანს ხოლმე, როდესაც ვერ ჩამოყალიბდა, როდესაც არ აქვს მას მით უმეტეს დაბალი თვითშეფასება აქვს, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ხოლმე იზრდებიან ბავშვები თავადაც დაბალი თვითშეფასების, რადგან მშობელის ერთი მხარე, ორივე მხარე, როდესაც არის ეგოისტი, როდესაც არის არ არის ობიექტური და არის მაღალი თვითშეფასების, კიდევ უფრო ერთი უკიდურესობა თავის თავზე, რომელიც ნარცისისკენ იხრება და უკვე ნარცისი ხდება და ყველაფერი მის გარშემო, როდესაც უნდა ეტრიალოს, არ შეუძლია ურთიერთობა და კომუნიკაცია ვერ აგვარებს ურთიერთობას, რომ მარტო ურჩევია ამ ადამიანებს ყოფნა და ამ შემთხვევაშიც ის ადამიანებიც გარშემო გარბიან, შეიძლება აკეთებენ რამე, შეიძლება რაღაცები უხარიათ კიდეც, მაგრამ ამიტომ ამდენი გახშირებული და ძალიან ბევრი და მტკივნეული გულნატკენი, დანგრეული, ვერ გადაწყვეტილი შედეგების მქონე ადამიანები ყავს, როდესაც თვითახმის თეორია, როგორც დანიელ ბემი საუბრობს ამაზე, არ აქვს ჩამოყალიბებული ამა თუ იმ ადამიანს, მაშინ შინაგანი მისი დარწმუნებულობა, თავისი შინაგანი მისი მდგრადობა არ არის ისეთი და მას თავის შესახებ, როდესაც აქვს დაბალი თვითშეფასება, კიდევ უფრო დაბლდება თვითშეფასება, მაშინ, როდესაც ვხედავთ, რომ ამა თუ იმ პატარა წინააღმდეგობას, ეს არის მეგობრები, ეს გახლავთ მისი ასაკის ადამიანები, შემდგომ უკვე თანამშრომლები თუ ასე შემდეგ და პრობლემები იმატებს და გარბიან ჩვენი
ახალგაზრდები და სად გარბიან. მე არ საუბრობ ახლა საზღვარგარეთ გაქცეულ წასულ, საკუთარი თავისგან გაქცეულ ადამიანებზე, მე ვსაუბრობ ადამიანებზე, ვინც პრობლემებისგან გარბიან, ვერაგვარებენ, არაგვარებენ. ახლა უკვე არის ინფორმირებული და ძალიან ბევრი ინფორმაცია, როგორც დავიწყე, საწყისშივე, რომ ადამიანებს შეუძლიათ აუცილებლად საკუთარ თავს დაელაპარაკონ და კითხონ, რა აქვს მას, აი რა გაგვაჩნია ჩვენ თავად, რა რესურსი გაგვაჩნია და რატომ ხდება ადამიანები დამოკიდებული მოსაწევზე, წამლებზე, აზარტულ თამაშებზე და ეს დამოკიდებული ადამიანები არიან უკვე გასული მომსახურეობის ზონიდან, რადგან თრიაქის ქვეშ მყოფი ადამიანი არაადეკვატურია და ძალიან ბევრი მძიმე кейსი გვაქვს ჩვენ და მე პირადად ფსიქოლოგს პირად მესაიდუმლეს ადამიანების, რომლებიც უამრავი მძიმე ისტორიებით არ შეუძლიათ მერე აწევა და ხშირად ხდებიან ასეთი ადამიანები, როგორც ფსიქიატრიულში, ასევე ფსიქიატრიული სწავლების, ანუ უпростоრედ სწავლების ქვეშ და სწავლებზე დამოკიდებულები არიან. აუცილებელია, რომ დედა და მამა იყოს სიყვარულით სავსე და გაზარდოს ოჯახში შვილების სიყვარულით სავსე. პატივისცემით, რომ გაზარდოს, რომ ისწავლონ ოჯახური ღირებულებები და ფასეულობები, ისწავლონ საკუთარი თავის და ასევე საკუთარი ოჯახის წევრების დაცვა და არ იყვნენ გადასული ნგრევაზე და არ იყვნენ გადასული უსამართლოდ მიწებებულ ამა თუ იმ იარლიყებზე, რომელიც თავად თვითონვე ანგრევთ, იმიტომ რომ დგება პერიოდი, როდესაც ზუსტად იმ პერიოდს გადის თვითონ ეს ადამიანები და ხშირ შემთხვევაში აი ამ დეპრესიულ მდგომარეობაში მიღებული გადაწყვეტილებების, რომლებიც კი ბატონო შეიძლება ფსიქოლოგთანაც მივიდნენ, ფსიქიატრთანაც მივიდნენ, მაგრამ ვერ ახერხებენ თავად ამის აწევას და ძალიან მძიმე ნევროტულ მდგომარეობაში არიან. რადგან ყველაზე საყვარელი ადამიანები ასეა თუ ისეა, მათთვის არის დედა და მამა და მათი ოჯახის წევრები და კონფლიქტი იწყება საკუთარ პიროვნულ მეს შორის და საკუთარ თავს შორის და მისი სელფი, მისი დამოკიდებულება უკვე იწყება იჭვიანობა, არ შეუძლია მეუღლესთან ერთად ურთიერთობა, არ შეუძლია შვილების მოსმენა, არ შეუძლია პატივისცემის განაწილება, არ შეუძლია ოჯახში ერთობლივად ურთიერთობა და სიყვარულების დამარაგება, ერთობლივი დღესასწაულები, არ აქვს სურვილი დიდი და პატარა, ძალიან ლამაზი სიურპრიზების, რომელსაც სურნელი ახლავს და გროვდება და მარაგდება ყველა ახალგაზრდას, ყველა ოჯახს, რა ასაკშიც გინდა იყოს, რა თქმა უნდა ყველას, მაგრამ ყველა ადამიანს მოეთხოვება ის, რომ იყოს სიყვარულით სავსე, იყოს აუცილებლად სანდო და საიმედო. დღეს როგორც არასდროს ისეა სანდოობა და საიმედოობა დაკარგული და ამიტომ ის რაც ხდება არნახული ურთიერთობაში, კომუნიკაციები, ერთმანეთის სადმი მიყენებული ტკენებით მიღებული სიამოვნებები, სადიზმი, სადომაზოხიზმი, ამდენი მკვლელობა, ამდენი საშინელება, ეს არის უსიყვარულოდ შექმნილი ურთიერთობები, ერთჯერადი და მრავალჯერადი ურთიერთობები. მინდა რომ თქვენ ჩახედოთ ღიად ამ ყველაფერს საკუთარ თავში და დაუსვათ კითხვა თქვენ საკუთარ თავს. ვინ გარშემო და დათვალოთ, ვინ არის თქვენთვის სანდო ადამიანი და საიმედო ადამიანი. თქვენ რომ ყველაზე მთავარი არის, როდესაც უჭირს ადამიანს და მაშინ სჭირდება გვერდით მდგომი, სიყვარულით სავსე თვალები, ემპათია, ანუ თანაგრძნობა და აუცილებლად გამოჯამრთელება კი არა, მარტო ყველა ეტაპი არის ამაზე დამოკიდებული, რადგან როდესაც ადამიანს აქვს უკვე პრობლემა ისეთი, რასაც ქვია ფიზიკური ტკივილი, რასაც ქვია უკვე სულიერი ტკივილები, ტანჯვა, თუ ასე შემდეგ, ხო, მიღებული ვერ ახერხებს უკვე ამის ყველაფრის დალაგებას და არის თავად უძლური. ხშირ შემთხვევაში არასწორად არჩეული სპეციალისტები, ნებისმიერი სპეციალისტი, რაზეც გინდა მიმართოთ, გნებავთ მხედველობისთვის მიმართოთ, გნებავთ გინეკოლოგს, გნებავთ სექსოლოგს, დღეს
როგორც არასდროს, ისეა აუცილებელი და საჭირო სწორად შერჩეული სპეციალისტები და სწავლა ჰიგიენის, იმ ჰიგიენის, რომელიც მნიშვნელოვანი და აუცილებელია ყველასთვის და ამას ქვია საკუთარი თავისთვის პრევენციის სახით, პროფილაქტიკის სახით აუცილებლად გავლა და ჯანდაცვის სისტემაში, ისევე როგორც განათლების სკოლაში უნდა ყველაფერი უნდა შეიცვალოს. აქ მარტო არც ხელფასის ზრდა უშველის რამეს და შეცვლის რამეს, იმიტომ რომ მხოლოდ ერთეულებში და ერთეულები, რომელიც კეთილსინდისწიერები არიან, პედაგოგები თუ ასე შემდეგ, როგორც ჯანდაცვაში ექიმები, ქირურგები, დღე-დაღამ ვინც მუშაობენ ნევროლოგები თუ ნებისმიერი სპეციალისტი, ხო, ერთეული ყოველთვის იყო გმირობის დონემდე და საკუთარ პროფესიაზე შეყვარებული ადამიანი და ადამიანებზე შეყვარებულ ადამიანს არასოდეს არ შეუძლია ცუდად მოიქცეს და ხშირად თავსაც ვერ ხედავენ ხოლმე და ხშირად ავადდებიან ისე რომ სულ უნდა გავაკეთო, უნდა შევძლო, უნდა წინ წავიდე და ასე შემდეგ. ძალიან ძნელია ყველაზე, რა თქმა უნდა, ბიჭებისაც, მამაკაცებისაც, მაგრამ ყველაზე ძნელია დეპრესიული ქალბატონების, რომელსაც არავინ არ ყავს გარშემო, ზუსტად ისეთი, რომ მეგობრულად, ერთობლივად აკეთონ გაზარდონ ეს შვილები და ძალიან ძნელია, იმიტომ რომ ყველაფრის კეთება უწევს თავად. ხშირ შემთხვევაში ყურადღება აკლდება ყოველთვის ბავშვებს, ან ოჯახის ყველაზე საყვარელ წევრებს, ყველაზე მნიშვნელოვან წევრებს, ეს დედა, მამა თუ ასე შემდეგ და ძალიან მტკივნეულია, როდესაც დღეს როგორც არასდროს ისეა გაუკონტროლებადი ურთიერთობები სკოლებში, ძალიან ბევრი ბულინგი გვაქვს სახეზე და მე მინდა გთხოვოთ თქვენ, როგორც პედაგოგებს, როგორც ნებისმიერ თქვენგან გაწეული სერვისი. ეს არის სიყვარული, ეს არის მოსმენა, ეს არის ნდობა, ეს არის პატივისცემა. თქვენ თვალებში დანახული ყველა სკოლაში პედაგოგი უნდა იყოს როგორც ფსიქოლოგი, უნდა იყოს მოსწავლეზე ორიენტირებული. ნებისმიერ საავადმყოფოში ყველა ექიმი-ექთანი თუ პერსონალი უნდა იყოს არა მაჩხუბარი და არა საკუთარი პრობლემების განხილვით დაკავებული, არამედ უნდა იყოს იმით დაინტერესებული რომ დროულად მოაგვაროს და ხარისხიანად მოაგვაროს ამა თუ იმ ადამიანის ჯანმრთელობა, რომელსაც ასეა თუ ისეა ყველა ხვდებით ხოლმე და ძალიან მძიმე სიტუაციებში, ხშირ შემთხვევაში ძალიან ბევრი ავარიებიდან გამომდინარე, ალბათ ხედავთ ყველა რომ ძალიან ბევრია სასწრაფო სირენის ხმა და სავსეა საავადმყოფოები და მკურნალობაზე დამოკიდებული დღითი დღე ეს დათმენები, რომელიც როგორც ომის პერიოდში, ლტოვილების პერიოდში სხვადასხვა ადამიანების ახალგაზრდები უკვე ძალიან დაბალ ასაკში, ანუ ძალიან მცირე ასაკში იღუპებიან. ძალიან ბევრია სუიციდის მცდელობა და ძალიან ბევრი სუიციდი დგას. ძალიან ბევრი ადამიანი ვერ ახერხებს საკუთარი მეკონცეფციის, საკუთარი თვითობის, საკუთარი სელფის სახელის დარქმევას და აწევას ამის. ძალიან ბევრმა ადამიანმა სცადა ყველა ენერგია ჩადო საზღვარგარეთ წასვლა და როგორც არასდროს ისე დაიბნა იქ, იმიტომ რომ იქ არის არ ვიცით როგორ, უნდა გაწელო, უნდა გაათვალო და ხშირ შემთხვევაში, როდესაც დაბალი თვითშეფასება აქვს ადამიანს, საკუთარი დედისგან, საკუთარი მამისგან, ოჯახის წევრებისგან, ღალატით სავსე გული, გაურეცხავი გული და ვერ მოახერხა ფსიქოლოგებამდე, ფსიქიატრებამდე, ნევროლოგამდე მისვლა, ამას უფრო უმძიმე სიტუაციაში ვარდება და დგება ზუსტად ის პერიოდი, როცა სიკვდილსა და სიცოცხლის შორის აკეთებს არჩევანს, საკმაოდ განათლებული, საკმაოდ ძლიერი, მაგრამ ამ წაქცევისას, ანუ ამ დაცემისას წამოდგომას ვეღარ ახერხებს. ჩემს გადაცემებში სიყვარულის მატარებლები უახლოეს პერიოდში შემდეგი გადაცემებიდან დაიწყება, რა თქმა უნდა, გადაცემები ფსიქოლოგის და მოძღვარის, ფსიქოლოგის და ადვოკატის, ფსიქოლოგის და გინეკოლოგის, ფსიქოლოგის და სტომატოლოგის და ასე შემდეგ. ყველა ეს ადამიანები, ანუ ყველა ეს შეხვედრა და გადაცემა იქნება იმაზე ორიენტირებული, სწრაფად და დროულად ხარისხიანი მომსახურებისთვის და რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ დღესვე დაიწყოთ თქვენ საკუთარი თავისადმი ზრუნვა, საკუთარი ჯანმრთელობისადმი, საკუთარი ფსიქიკისადმი ზრუნვა, რომ უგულებეს ყოფილი ადამიანები მეორე მხრიდან, ვინც იძულებით ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ
იძულებელს ხდიან და უგულებელს ყოფენ, ანუ იგნორირებენ, უარყოფენ ყველა ურთიერთობისას ახერხებენ იმას, რომ დათხუნონ ურთიერთობა და დაამატონ ურთიერთობები, ხოლო ყველაზე ყალბი ურთიერთობა ის არის, როდესაც დათხუნულია ურთიერთობები და ორივე მხარე არ ახერხებს, არც აპირებს, ანუ ორივე მხარე ჭირდება სიყვარულს, ორივე მხარე ჭირდება მეგობრობას, ორივე მხარე ჭირდება მკურნალობას და ჭირდება ნდობა, პატივისცემა, ზრუნვა და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია და ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი დაბალი თვითშეფასება ადამიანების ან მაღალი თვითშეფასება ბავშვობიდან მოდის და აი ზუსტად იქ მიღებული ჯილდოები ყველა მშობელს გთხოვთ და ბებიებს, ბაბუებს, ახლობლებს, მამიდებს, დედებს, ყველას ადამიანებს გთხოვთ. ოჯახის გადარჩენა ყველა ჩვენთაგანზეა დამოკიდებული. თუ კი ადამიანი მზად არის სიკეთისთვის, სიხარულისთვის და ერთად ყოფნისთვის, მაგ შემთხვევაში გამოდის ყველაფერი კეთილად და კარგად. თუ კი ადამიანების ერთი და მეტი ადამიანი არის წინააღმდეგი და იმიტომ იწყებს ჩხუბს, აგრესიას, ძალადობას, ყველა სახის ძალადობას, მათ შორის ერთ-ერთ უმძიმეს, რომელიც უგულებელს ყოფა, რომელსაც ქვია და ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ, ანუ ფიზიკურ ძალადობაზე მტკივნეულია, ყველა ძალადობაზე მტკივნეულია. როდესაც ადამიანები თრიაქის ქვეშ არიან და ძალიან ბევრი ადამიანია ასეთი, ვერ ამჩნევს და არ სჭირდება არც არავისი კეთილდღეობა, არც არავის წინსვლა, არც არავისი დამოკიდებულება კეთილად და ხშირ შემთხვევაში ჰალუცინაციებიც სჭირთ, ხშირ შემთხვევაში არაადეკვატური მათი ქცევა ერთმანეთზე ამატებს და ამატებს, მით უფრო როდესაც აქვთ მათ ლუზერის იარლიყი, იმიტომ რომ მოთამაშეები ხდებიან, კაზინოებში არ დადიან, მაგრამ 24 საათი ტელეფონით, პატარა და დიდი თამაშობებით, პატარა და დიდი არებით, პატარა და დიდი უარყოფებით, ტკივილებით, ისე გროვდება ყველაფერი ნეგატიური, რომ ვეღარ გრძნობენ, რომ თავად ნეგატივით სავსე ადამიანები ანგრევენ ყველაზე მნიშვნელოვანს, იმ შექმნილ ოჯახს, იმ შექმნილ სიყვარულს, ნდობას და პატივისცემას მეგობრებში, ან უკვე როგორ ახერხებენ მოპარვას თუ გაფუჭებას თუ ადამიანების გაყიდვას თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ანუ სრული ამ პასუხისგებლობით, სრული პირდაპირი გააგებით ვიძახი. ძალიან ხშირია ჩვენთან მძიმე მდგომარეობის, მძიმე პროფესიის მქონე ადამიანები, რომლებიც აირჩიეს თავიანთი ნებით, აირჩიეს ასეთი მარტო სხეულის გაყიდვას, მარტო სხეულის სხვადასხვა ადამიანებთან ურთიერთობის მრავალჯერადი ურთიერთობა რომ იყოს ეს, მისი სხეულია, მისი ნება, ეს კიდევ არაფერი, თუმცა ამას მოსდევს უამრავი ახალგაზრდა ბიჭის, რომელსაც პირველი ურთიერთობა აქვს ქალბატონებთან, უამრავი მოზარდის, უფროს კლასელის თუ სტუდენტის, რომელსაც არასწორი, არაწესიერი, არაჯანსაღი ურთიერთობით, უამრავი გადამდები დაავადებით უკვე ზრდასრულ ადამიანს ტელეფონიდან, გაჯეტებიდან თუ ინტერნეტიდან მიწოდებული მრავალი მტკივნეული სატელეფონო არაფერი აქ დასამალი არ არის, სატელეფონო ვირტუალური სექსით, ათასნაირი დაავადების გადამდებით და თვითკმაყოფილების დროს უკვე კიდევ ერთხელ მათი საკუთარი ორგანოების და დაავადების და საკუთარი თავის დამცირების და კნინების და საკუთარი თვითშეფასების კიდევ უფრო განადგურების და კიდევ უფრო უმძიმე სიტუაციაში ყოფის. კითხეთ თქვენ საკუთარ თავს, ვიმბრძანდებით თქვენ, ყველაზე კარგად თავად იცით თქვენ ბატონებო და ქალბატონებო, ჩვენზე კარგად არავინ არ იცის რა პლუსები გვაქვს ჩვენ და რა მინუსების გამოსწორება შეიძლება, რისი დეფიციტი გვაქვს ჩვენ და თუ კი მოინდომებთ თქვენ, თუ კი მოინდომებთ დღეიდანვე, ამ წამიდანვე, ამ გადაცემიდანვე შეგიძლიათ დაიწყოთ ურთიერთობები, თუ დათხოვნილია ურთიერთობა და ადამიანებს, გოგონებს გეუბნებით, ასევე ბაჟებსაც, რა თქმა უნდა, და ადამიანებს არ უნდათ თქვენთან ერთად გაჩენილი შვილი, ანუ არ არის მათთვის პრიორიტეტი ჯანსაღი ურთიერთობა და ერთად აღზრდილი შვილები და ანგრევენ კიდევ უფრო როგორც გოგონების, ასევე აი ეს განერვიულებული გულნატკენი, ნაღალატევი ქალბატონები ანგრევენ უკვე ხოლმე საკუთარ ფსიქიკასაც, რა თქმა უნდა, და შემთხვევით აღმოჩენილ ურთიერთობებში ძალიან ხშირ შემთხვევაში უფრო ღრმა დეპრესიაში ვარდებიან. სიყვარული, რომელთაც ყველა ადამიანს გვჭირდება, ეს არის ყველა ჩვენგანზე დამოკიდებული.
მინდა რომ გთხოვოთ, გაიღიმეთ, მინდა რომ გთხოვოთ, სცადეთ რომ გაათბოთ ადამიანები და თქვენ პირადად მიიღებთ ამ სითბოს და ამ სიყვარულს და გახდებით სიყვარულის მატარებლები და მინდა რომ გთხოვოთ თქვენ ის რაზეც თქვენ კითხვები და პასუხები, კითხვები გაქვთ და პასუხები არ გაქვთ. ამისათვის უამრავი კეთილსინდისიერი მოძღვარი გვყავს ჩვენი პირადი სულიერი მოძღვარები, თუ სხვადასხვა ის ადამიანები, რომლებიც მართლა გამოირჩევიან ნდობითაც, პატივისცემითაც, ხარისხითაც, მიმღეობითაც და ასე შემდეგ და სიყვარულის ზღვა სიყვარულს ატარებენ, იმიტომ რომ მათთვის ყოველი ადამიანი არის გადამრჩენი. მე მინდა გთხოვოთ თქვენ, გაბედეთ ბედნიერება. მე მინდა გთხოვოთ თქვენ, გაბედეთ ბრძოლა. დაცემული ხართ? წამოდექით ჩვენი უფალი იესო ქრისტე ჩვენთვის ერცვა ჯვარს და ჩვენი ცოდვების გამოსავალს ყიდათ. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მიმართოთ ნებისმიერ მოძღვარს და აუცილებლად ჩაგიხუტებენ გულში, მოგისმენენ და ყველა სხვადასხვა კონფესიის ადამიანი თუ ხართ და როდესაც სხვადასხვა კონფესიის ადამიანია, მოძებნეთ ადამიანი, ვის თქვენ მოგისმენთ, ვისაც თქვენ ეყვარებით. მე ფსიქოლოგი ლიკა ბებურიძე გახლავართ. ჩემი საკონტაქტო ტელეფონია 555 727 767 597 17 27. მუშაობ როგორც საქართველოში, ესე საზღვარგარეთ. შეგიძლიათ დაგვირეკოთ კონსულტაციებზე, აუცილებლად მიიღებთ სასარგებლო კონსულტაციებს კონკრეტულად თქვენ რა პრობლემაც გაქვთ და რაც გეხებათ თქვენ, რაც გტკივათ, არ გადადოთ ბედნიერებისთვის ბრძოლა, ბატონებო და ქალბატონებო. სადაც გინდა იყოთ თქვენ, რა ადგილზეც გინდა იყოთ, ყოველთვის არსებობს გამოსავალი, რაც გინდა დაგმართოდათ. ყველა ჭრილობას აქვს მალამო და შედეგი კი აუცილებლად თვალნათელია, როდესაც გადაწყვეტ აუცილებლად მიიღებთ კიდეც იმ შედეგს. შეხვედრამდე.